ვის შეუძლია მოხსნას იმედის რეკორდი, მხოლოდ იმედსავე. ბოლო რეკორდი კი აი ეს ამბავია. საინფორმაციო სააგენტო Prime Times წყარო უყვება, რომ სახიფათო ტვირთის საქართველოში შემოტანის უკან უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად ნაცმოძრაობის ყოფილი ოდიოზური მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია დგას და მას დახმარებას უკრაინის მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე უწევს. სააგენტოს ცნობით წყარომ ნაცმოძრაობიდან ინფორმაცია იმის შესახებაც მიაწოდა, როგორ გეგმავს ახალაია პარლამენტის შტურმს შეხვედრებზე, რომელიც ახალაიას ცოლის სახელზე გაფორმებულ ბინაში იმართება. იმედი და Prime Time აქამდე სუსის გამხმოვანებლები იყვნენ მხოლოდ. სქემა ასეთი იყო. იქ ჩასძახებდნენ, ესენი აქედან ამოსძახებდნენ. მაგრამ ახლა ახალი კაცი მოვიდა სუსის უფროსად. ახალი მოზგი, ლეიტენანტი მდინარაძე. ახალი იდეები და ფორმატები მოიტანა. ახლა ეს ვითომ მედია სუსის ინფორმატორი შეიქმნა. ამბავი ვითომ ამად გახეთქეს და სუსი იძულებულია რომ გამოძიება დაიწყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია, თუმცა ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს. ლეიტენანტმა მდინარაძემ გამოძიება დაიწყო იმაზე, რას აპირებდნენ ერთად ბაჩო ახალაია და გია ლორთქიფანიძე, რომლებსაც ჯერ კიდევ საქართველოში არ ეხატებოდათ გულზე ერთმანეთს და ეგ ამ ქვეყანაში იმ 9 წელში ყველა მიცოდა და იცის. და არის ის მხოლოდ ამ ბედოულათმა სუსმა და კიმბერლი ლოუმ, რომელიც ასევე ჩააბეს პროპაგანდაში. შენი ჭირმე რაღაც მოუბოდე და მოდი ინგლისურად გვითარგმნე თუ ხალი ხარო. თარგმნა იმანაც. ახლა ალბათ ამასაც ათარგმნებენ, როგორ მოიპოვა ახალაიამ პარლამენტის საპროტესტო ნახაზები, რომელთა საფუძველზეც შემდეგ მაკეტი დაამზადა. თუ გამოთალა არ ვიცი. გამოძიების საფუძველი იქნება დებულება, რომ პარლამენტის შენობა სტრატეგიული ობიექტია და მისი გეგმა ამიტომ არავის შეიძლება ჰქონდეს. კარგი, ცადოთ. არც ჰაკერი ვარ, არც ჩეთმუთა ჯგუფის წევრი, მარტო ვმუშაობ. და ზუსტად წუთ ნახევარი დამჭირდა რომ პარლამენტის გეგმა მეპოვნა. ინტერნეტში, ყოველგვარ არქივში ქეკვის, ბიბლიოთეკებში სპეცლიტერატურის გამოწერის გარეშე. წუთ ნახევარი. აი ამ ლინკზე. სხვა ლინკებზეც ალბათ რაღაც სხვა არის. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ იქნება. და რომც არ იყოს, თქვენ პარლამენტის შენობა მართლა უცნობი ობიექტი გონიათ? გონიათ რომ პირველები ხართ მაგ შენობაში, ან უკანასკნელები? სხვას არავის უმუშავია, არავის გაუვლია შიგნით. საერთოდ იცით, რამდენი წლისაა ეგ შენობა. უკანა და გვერდითა ფლიგელები 30-იან წლებში აშენებული. წინა ფლიგელი კი 1950-იანების დასაწყისში. აბა მამუ, გადათვალე ხა თითებზე, რამდენი წელი გავიდა? 70-ზე მეტი. რამდენი რეჟიმი და ხელისუფლება შეიცვალა? და თუნდაც ზეპირად, ამ ხალხიდან ვერავინ დახაზავს შენობის გეგმას. უხეშად. სქემას სადაა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, სადა მოადგილეების კაბინეტები, სადა სხდომათა დარბაზი, სადა შესასვლელი იმ ძველ სასადილოში, ზვიადის ბუნკერს რომ უწოდებენ. სადა გვირაბები სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ეზოსკენ. მართლა გონიათ რომ არავინ არაფერი იცის ეგენი? და კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მინდა ვიკითხო. მამუ, ბალშაია სავეცკა ენციკლოპედია თუ გაქვს. Google-ს არ გეკითხები, აქ რთულია, კაი. ხელოვნურ ინტელექტზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. აი, დიდი ტომეულები თუ გაქვს. გადაშალე და წაიკითხე, რას ნიშნავს 2 კილოგრამი ჰექსოგენი. სიძლიერით ტროტილს თუ შევადარებთ, რითაც ყველაფერი იზომება, დაახლოებით 1.5-ზე უნდა გაამრავლო. გამოდის, რომ საუბარია 3 კილო ტროტილზე. ეგ კი იმაზე ნაკლებია, ვიდრე თენგიზ კიტოვანი და ირაკლი ქადაგიშვილი. თქვენი ირაკლი, ხოცი აქტივისტი. აი, ეგენი რომ ესროდნენ ჰაუბიცებით მაგ შენობას ასე 34 წლის წინ. ეგ ყველაფერი წერია იმ წიგნებში, მამუ. საბჭოთა ჰაუბიცის ერთ ჭურში 3 კილოგრამი და 800 გრამი ტროტილია. და ახლა კითხე შენს მაგაცებს, რამდენი ასეთი ჭურვი ესრულეს ორკვირიანი ბრძოლებისას? ბევრი, ძალიან. ჰაუბიცებს მიამატა ტანკები, ეგენიც ხო ისროდნენ. მიამატა ყუმბარ მტკვრცნები, მიამატა 100 კილოგრამი ასაფეთქებელი, რომელიც 23 თუ 24 დეკემბერს ვერტფრენიდან ჩააგდეს ერთ შენობაზე. არ ვიცი რა ნივთიერება იყო, ქადაგიშვილს ეცვენება, შარმანაშვილსაც, გია კობახიძესაც და კიდევ ბევრს შენს გარშემო. აი, ეგ ყველაფერი მიამატე და მე ნახე ფოტოები და ვიდეოები, რა ზიანი მიადგა გერმანელების ხელით კომუნისტებით ნაშენებ მაგ შენობას ყველაფერ ამით. მე აკრიფე ტელეფონში სიტყვა ბაბაიაგა და წაიკითხე რომ უკრაინის ფრონტზე დღეს უკვე კოპტერებით 50 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას აგდებენ ერთ ჯერზე. ფრთიანი დრონებით ან მცურავი დრონებით რაებს და რამდენს და რა მანძილზე აღარ ღირს ლაპარაკად. და მე დადექით ბრიფინგზე შენ ან შენი მოადგილეები და მოყევით აბდლობები რომ 2 კილო ჰექსოგენი ვიღაცებმა ნახევარ მსოფლიოში ათრიეს უკრაინიდან. იმიტომ რომ თბილისში პარლამენტის თუ მთელი ქოცობის თუ მთელი რუსეთის აფეთქებას გეგმავდნენ. არა, განა თქვენ ვერ იტყვით, იტყვით. კოჭებში გეტყობა შენ პირადად რომ თქმელი ხარ. მაგრამ ჩემი მეგობრული რჩევა 1-2-0 მიაწერე მაინც. ლეიტენანტი კაცი ხარ ბოლოს და გენერალსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ელაპარაკო.